ნიშნავს. ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია მოხდეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ასევე შესაძლებელია ამნისტიის საფუძველზე მოხდეს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურ პირთა მიმართ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულთა მიმართ გამოსცემს აქტს და ხდება ნასამართლობის მოხსნა. სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნების შემთხვევაში ნასამართლობის გაქარწყლების წესები და ვადები განსხვავებულია. სრულწლოვნებისთვის ისინი დგინდება დანაშაულის კატეგორიების მიხედვით, ხოლო არასრულწლოვნებისთვის არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების კოდექსით. რა თქმა უნდა, ეს ვადები არის განსხვავებული სრულწლოვანი მსჯავრდებულისაგან და მიზნად ისახავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და მისთვის გარკვეული საშეღავათო პირობების გაწევას. აღსანიშნავი არის, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ვადები უფრო მეტად დეტალიზებული და სპეციფიურად რეგულირებული არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობით, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში ნასამართლეობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო თუ კი პირობითი მსჯავრი გვაქვს სახეზე, მაშინ გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, რაც რა თქმა უნდა საშეღავათო პირობა არის, თუ კი შევადარებთ სრულწლოვან მსჯავრდებულს და მისი ნასამართლეობის გაქარწყლების საკითხს. შრომის კანონმდებლობით ნასამართლობასთან დაკავშირებული აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ გარკვეულ პოზიციებზე და კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებულია. დანარჩენ შემთხვევებში დასაქმებაზე გადაწყვეტილება მხოლოდ დამსაქმებელზეა დამოკიდებული. შრომის კანონმდებლობით დადგენილი არის, რომ თუ კი პირი მსჯავრდებული არის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად იმისა, გაქარწყლებული არის თუ მოხსნილი მის მიმართ ნასამართლეობა, მას მაინც ეკრძალება ისეთი სამუშაო თანამდებობის დაკავება, რომელიც დაკავშირებული არის არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ტიპის დაწესებულებებთან, როგორიც შეიძლება იყოს ბაღი, სკოლა, მსგავსი ტიპის დაწესებულებები. ეს არის საგამონაკლისო აკრძალვა, რომელსაც შრომის კოდექსი ადგენს და რა თქმა უნდა, ეს ემსახურება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ერთი შეხედვით შეიძლება იყოს გარკვეულწილად დისკრიმინაციული, თუმცა ინტერესთან ბალანსი აქ ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ არსებობს ესეთი ჩანაწერი შრომის კანონმდებლობაში, რაც რა თქმა უნდა მიზანშეწონილია და ამართლებს მიზანს.